ქართული საბრძოლო წესით აღზრდილი მთიელები უბადლო მეომრები იყვნენ. მთიელთა მცირე რაზმები შავ სამოსში გამურული იარაღი ღამით მრავალრიცხოვან მტერს თავს ესხმოდნენ და საოცარი სისწრაფით ანადგურებდნენ. თავზარდაცემულმა მტერმა მათ ყარა-ყალღან, ანუ შავფაროსნები უწოდა. ხევში ნისლს ჩაზძინებია, თვლემენ ბებერი კლდეები, თითქოს მშვიდობა ეწყინათ, დათვალეს მისი დღეები. მტერს თვალში ბინდი გაჰყრია, გული კიკდომას უბრძნობსო, მთიელნი მთებზე დაქრიან, უშიშნივი თავცუხობსო. წესი აქვს, თაში აღზრდასაც, ომისთვის უნდა იცოცხლო. მტერის სალხენად არ დაგსვამს, არ უნდა შადრკე, დახოცო. ასე გეტყვია ყოველი, მთიელთა სიბრძნის პაპითა, არწივნო, გლიჯეთ წერები, სიმძნი, სიმართლი, ძალითა. შავფაროსანო ვაჟებო, შავი ასოთანზედა. ქართული ღამე იფარეთ, ასენი მოვიდნენ წყალსედა. აბჯარს არ ირგებს მთიელი, აბჯარი ვაჟის გულია, მტერს შააკავებს მყალავგელი, სიკვდილით ამურია. მთიელთა მტერი შემსრეს, ხეცი დაიცვეს მამათა. მათი პირობა ცას უწყებს, დღემაც ლამაზდინათა. დილით კლდის ზურგი გათბება, სხივებით სეცის მნათობის, ლუდი ლივლივებს კათხებში, თაში დროდგება ლაღო.